ხო, ალბათ სახეზე მეტყობა რომ 3 დღის უძინარი ვარ, მაგრამ 3 ღამის უძინარი ვარ, მაგრამ ნუ შეიმჩნევთ, მოგესალმებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან და ორი სიტყვით მოგიყვებით რატომ ვარ აქ. ალბათ thumbnail-ში ნახავდით რომ ამ ვიდეოში იქნება უამრავი სიგიჟე თელავიდან და ასევე უამრავი სიგიჟე თუშეთიდან. მაგრამ ვარ ქუთაისში ახლა ამ წუთას და მოგიყვებით პატარა ისტორიას. ორი დღის წინ ვესაუბრებოდი ჩემს მეგობარს შერაზ, რომელს Instagram-საც ამოვანათებ აქ ამ ადგილას. არის შერაზი არის ოფიციალური BMW-ს ათლეტი, stunt rider-ი, რომელიც არის არ ვიცი, Z-დონის moto rider-ი არის. რამდენიმე დავურთოთ ვიდეო, რას აკეთებს და როგორ აკეთებს, რომ დაახლოებით წარმოდგენა გქონდეთ ვიზი არის საუბარი. მოკლედ ორი დღის წინ ვესაუბრებოდი, მეგობრობ გარკვეული პერიოდია შერასთან და მეკითხებოდა რაღაცეებს და მეთქი ნუ ეხა ვაპირებ საქართველოს ტურის დაწყებას მეთქი და საქართველოს ტურიო, რანაირადო რამდენიმე კითხვა დამისვა, უთხარი რომ ვაპირებდი დაწყებას ეხლა თუშეთის ტურით და მაგის მერე ვაპირებდი მომეულო კიდევ რამდენიმე ლოკაცია და ჩავუგდე უბრალოდ ადგილები, სად როგორ რანაირად ვაპირებდი წასვლას. ეს ყველაფერი ორი დღის წინ ხდება. ნახა ეს ფოტოები, თუშეთის ძალიან აღფრთოვანდა და ძალიან მოეწონა. თუშეთზე მანამდეც ვესაუბრებოდი, შერას წინა 1 წლის წინ იყო ჩამოსული საქართველოში და მანამდეც ვესაუბრებოდი და ვერ მოვახერხეთ ერთად წასვლა თუშეთში და ეხლა რო გაიგო რომ ვაპირებ წასვლას, მითხრა რომ გაემზადე ჩაბარგდი, მეც მოვდივარ შენთან ერთად. და ეხლა მოფრინავს, ეგრევე ბილეთი აიღო, იყიდა ბილეთი და მოფრინავს ეხლა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. დავხვდები, წავალთ თბილისში. ავიყვანთ მოტოციკლეტებს, ჩავბარგდებით მანქანაში, წავალთ ჯერ თელავში, რომელშიც გაიმართება ბავშვების და აინდუროების ღონისძიება და მაგის მერე უკვე წავალთ თუშეთში. 3-4 დღე დაახლოებით შემოვლით ყველა ხეობას, რაც კი თუშეთში გველოდება. მოკლედ, დაევალდეთ. უყურეთ ვიდეოს, მგონია რომ ისიამოვნებთ. Oh, bro. Music licensing reimagined. Sheraz, stand up, Sheraz. Artlist.io. აგებიერი ხიკალი, ხოდა ფიზიკალ ვერ გადავიღეთ ვერაფერი რა და ინგლისს გადავიღეთ ვერ გადავიღეთ და დანარჩენს მე შეგვთავაზე. ხო, ალან ზე. Music licensing reimagined. მადლობა დიდი. ლიკა როგორ ახარ ლიკა? მოკლედ, აგერ მოვედით, ეს არის ჩვენი სასტუმრო რა. სასტუმროსთან მოვედით და აი ზუსტად სასტუმროს წინ გაფუჭდა. კარჯე, დაიწყო, თავგადასავლები დაიწყო. მისაბმელი უკვე გაფუჭდა. ამიტომაც ჯერ ყველაფერი წინ გვაქვს. ოღონდ პროსტა ვერ ხვდები იღბლიანები ვართ თუ არ ვართ იღბლიანები, იმიტომ რომ გაფუჭდა და მაგიტომ რა თქმა უნდა არ ვართ იღბლიანები, მაგრამ რამდენად იღბლიანები ვართ, რომ გზაში არ მოუვიდა ეს ნახად რო დავდიოდი და მოუვიდა ის ზუსტად აი სადაც ცხოვრობ ზუსტად ჭიშკართან გაფუჭდა. აი ვერ ვხვდები გავიცინო თუ ვიტირო და ეხა მოხსნით ამებს დავშლით, გამოვაძრობთ მოტოციკლეტებს და ნახავ რა შეიძლება ვქნათ, რომ ხვალისთვის როგორმე გავამზადოთ ეს, რომ ჩავიბათ და გავაგრძელოთ გზა ზეგ თუშეთისკენ. ნახავთ აბა რა იქნება.
გუშინდელი ღონისძიებას დავამთავრეთ. ძალიან მაგარი ივენთი გამოვიდა. ბავშვებიც და მოზარდებიც და დასრულებიც ისე მაგრად გაერთნენ და ისეთი მაგარი შეჯიბრი და ბრძოლა აჩვენეს, რა დორბლი მოგვიოდა, ყველას ისეთი ნასიამოვნები ვიყავით. გუშინ ღამე კარგად ვიმწვადავეთ, თელაური ამბებიც განვიხილეთ და კარგად დავნაყრდით აქაური მწვადით და ეხა უკვე ჩაუბარდით ყველანი, აგერ აი 4 ბაიკით, 4 გამზადებული ადვენჩერით, სრულად მზად თუშეთისთვის მივდივართ თუშეთში. შერასი არის BMW F900-ით, მე ვიქნები ამ ბაიკით, სუხო იქნება სტანდ ბაიკით და წუკი იქნება შერკოთი. და ხო, adventure stand bike-ით, წუკი იქნება შერკოთი და დანარჩენი ყველა მეგობრები იქნებიან Audi-ით და მისაბმალით. მოკლედ, შეგვიძლია დავიძრათ რა, წინ ბევრი წვიმა, ბევრი ლამაზი ადგილი და ბევრი თავგადასავალი გველოდება. აბა დავიძრათ. საით, იქით, აქეთ წავიდი. ასევე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავხადო იმ სუპერ კომპანიებს, რომლებიც მოყვებიან ჩვენს მოგზაურობაში და ჩემს გიჟურიდებს, ესე ვთქვათ, ხორცს ასხავენ. ერთ-ერთი მათგანი არის Galpi, ჩვენი სუპერ მეგობარი კომპანია, რომელიც ჩვენს მაყურებელს, ერთგულ მაყურებელს ყველა ვიდეოს შემდეგ ანებიურებს და 2 იღბლიან მაყურებელს თავაზობს 60 ლიტრ სუპერს გათამაშებაში, ასე რომ არ დაეშუროთ კომენტარები ამ ვიდეოს ქვეშაც შეგიძლიათ დაწეროთ ნებისმიერი სახის დადებითი კომენტარი, რა თქმა უნდა, და რენდომაიზერის მიხედვით შემდეგ ვიდეოში გამოვავლენთ ამ ვიდეოს გამარჯვებულ 2 იღბლიან მაყურებელსაც, რომელსაც Galpi-სგან გადავცემთ 30 ლიტრ სუპერ საწვავს. ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა მოუხადოთ TGT Motors, რომელიც არის Motolis ოფიციალური წარმომადგენელი და რომელიც ასევე მოყვება ჩვენს საქართველოს ტურში მოგზაურობს ჩვენთან ერთად და მათი იმედად ძალიან იდეალურად დასერვისებული მოტოციკლით ვაპირებ შემოვია რომ მთელი საქართველო 5 კუთხე დამრჩა, როგორც წეგან ვახსენე და ვისაც სურვილი გაქვთ შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარებში სად ისურვებდით შემდეგი ლოკაციის ნახვას აი ამ მოტოციკლთან ერთად და კონკრეტულად რა ადგილები არის ისეთი, რასაც ფიქრობთ რომ ძალიან მოუხდება ჩემი ეს ქართველი Kawasaki. იმენა 64 არის რა. არ ვიცი, რამდენად ჩანს, რამდენად აღიქმება კამერაში, მაგრამ სიგიჟია აკოფნა ნებისმიერ პერიოდში, რაც არ უნდა ამინდი იყოს. წვიმა იქნება თუ თოვლი იქნება თუ იდეალური ამინდი იქნება, მნიშვნელობა არ აქვს. აქ ამით ყველაფერი, ყველა ამით ახავრობა არის ულამაზესი.
დავაი ოპა დაჯი გვიყვარხარ დაჯი აუ გარეთ ზანციო აი ოპა აი აუ დაჯი იმენა ანგელოზი ხარ ჩოულებრი всё თქვენ რაღაცალია კარგად დაგუძეთ მოკლედ ეხა ვიცი რომ ძალიან შესული ხართ აზარტში და ერთ წელი გაქვთ როდის გაგრძელდება ვიდეო, მაგრამ უცებ პატარა ჭრა უნდა გავაკეთო, იმიტომ რომ წინა ვიდეოდან ვახსენეთ, ძალიან ბევრი ადამიანი იყო, ვინც აკომენტარებდა ჩვენს ვიდეოებზე, თუმცა შემდეგ ვერ ხვდებოდა გაიმარჯვეს თუ არ გაიმარჯვეს. ამიტომაც წინა ვიდეოდან ვახსენე, რომ ყოველ შემდეგ ვიდეოში იქნება წინა ვიდეოს კომენტარების გამარჯვებულების გამოვლენა, რომელსაც ჩვენი სუპერ მეგობარი კომპანია Galpis-გან გადავცემდით 30 ლიტრ სუპერ საწვავს. ამიტომაც ამ ვიდეოშივე ეხა წინა ვიდეოს კომენტარები განვიხილოთ და გამოვავლინოთ ორი გამარჯვებული იმისთვის რომ Galpis სუპერი გადავცეთ. წინა ვიდეო როგორც იცით, ჩემი მოტოციკლის მზადების პროცესის გადაღება, მზადების პროცესი გვაქვს გადაღებული და მაგ ვიდეოს ქვეშ დაწერილი კომენტარებიდან შეგვიძლია ეხა გამოვავლინოთ ორი იღბლიანი გამარჯვებული, რომელსაც აგერ აი ამ სუპერს გადავცემთ 30 ლიტრ სუპერს გადავცემთ ორ კაცს. აგერ არის მოდი ვიდეო, მოდით უმზად ხარ. ბარემ და შემდეგ გავაგრძელოთ ისევ ამ ვიდეოს ყურება. ვიდეო აგერ არის ეს მე ვარ მიცანით ალბათ. ხო, წამი. ეს არის, კარგი. აგერ არის ეს პროგრამა, რომელშიც ახლა ჩავწეროთ. ოპა, აგერ არის ეს ჩემი მოტოციკლის მზადების ვიდეო არის, რომელსაც 114 კომენტარი აქვს დაგროვებული და ამ 114-დან ორი იღბლიანი შეგვიძლია ახლა გამოვარჩიოთ. აგერ არის, მოვნიშნოთ ორი გამარჯვებული. Super და ორი იღბლიანი მოიგებს უკვე ჩვენი სუპერ მეგობარი კომპანია Galpis-გან აი ამ 30 ლიტრ სუპერ საწვავს. აბა, მზად ვართ გამოსავლენად? ვინ იქნება ის ორი იღბლიანი? მოდი, აბა, დავაწყვეთ და შეგვიძლია უკვე ნახოთ გამარჯვებულები. 1, 2, 7. ოპა, აგერ არის ჩვენი გამარჯვებულებიც. გიორგი G-G7E გულის სმაილიკი არის და რაღაცა სიმხიარულის, ამიტომაც ამან მოიგო ერთ-ერთმა და მეორე Crybaby ძალიან მეცნობა სხვათა შორის ყველა ვიდეოზე ძალიან აქტიურად უზის ხოლმე და აკომენტარებს და მადლობა აქედანვე Crybaby-ს ავტორი ვინც არის, უდიდესი მადლობა ამ საპორტისთვის, რასაც იჩენ ხოლმე, იმიტომ რომ ყველა ვიდეოზე ხშირად მხდება Crybaby-ს კომენტარები და მადლობა ამისთვის. არ ვიცნობ არც ერთს, არ ვიცი ვინები არიან, თუმცა დავსკრინავ, გამოდებ Instagram-ზე და Crybaby-ს და გიორგი G7E-ს შეუძლია Instagram-ზე მომწეროს და კუთვნილი 30 ლიტრი სუპერი წაიღოს სახლში. მოკლედ, მადლობა ბიჭებო აქტიურობისთვის. დავავალოთ შემდეგ ვიდეოს და შემდეგ ვიდეოს ქვეშაც რა თქმა უნდა ორი იღბლიან გამარჯვებულს გამოვავლენთ ისევ რომელსაც გადავცემთ Galpis-გან 30 ლიტრი სუპერ საწვავს. ეხლა შეგვიძლია გავაგრძელოთ ისევ ვიდეოს ყურება.
Oh shit. Did you saw? Fucking hope I filmed it. Audi was sliding down the hill. ავ შეგუშინ ისეთი დაბრედილები ვიყავით, რომ არაფერი არ გადაგვიღია, რომ ჩამოვედით აქ რა. არც ის არ ვიცოდით რა სილამაზეში მოვდიოდით, იმიტომ რომ ღამის პირველ საათზე მოვედით სასტუმროში. ოღონდ ეს სასტუმროც ისე ვიპოვეთ, რომ სადაც გქონდა დაჯავშნილი სასტუმრო, მასში ვიყავით, მოიცა სად ვიყავით? ნაქები კი არა, რა ქვია იმას? შენაქოში. შენაქოში ვიყავით, მოკლედ წესით უნდა ყოფილიყავით შენაქოში რა. მან გქონდა სასტუმრო დაჯავშნილი ყველასთვის და ისეთი გზა იყო, ისეთი წვიმა იყო, მთელი ღამე რომ აი მართლა სახე გავგუძრვა ყველას აბსოლუტურად რა. მოტოებს რო თავი დავანებოთ, მანქანაც კი ძლივს დადიოდა, ისე დღეში იყო იქაურობა რა. ხო და მოკლედ შენაქოში ვერ ჩავედით, მარტივად რო ვთქვათ, შენაქოში ვერ ჩავედით. ძღოლი ყავდა პროფესიონალი და მაგითო რა. მოკლედ გუშინ შენაქამდე ვერ მივაღწიეთ, იმიტომ რომ აი ძალიან ცუდი წვიმა იყო, თავს ხმა იყო. ხო, ყველაზე მაგარი რაც იყო. ყველა წავიკეცით აბსოლუტურად. 4-ვე წავიკეცით ბაიკით, 4 ბაიკით ვარ წამოსული, მე წავიკეცი, სუხოც წაიქცა, წუკიც წაიქცა და შერაზაც წაიქცა. კორჩი, ყველა წაიქცა რა. ოდნავ ტაქსევები იყო, აი პროსტა ადგილზე გვერდზე ვყირავდებოდი. რეალურად არაფერი. ერთი სუხო იყო, რომელმაც 300-ით გაიფრინა სადღაც ხევში და მეთქი მოკვდა და ჩემ მოტოციკლზე ნერვიულობდი, მეთქი მოტოციკლი არ გამიფუჭოს მეთქი, მაგრამ კარჩეო თავარია მოტოციკლი გადარჩა და თვითონაც რავი რაღაცები ჭირს, მაგრამ არაფერი ისეთ მნიშვნელოვანი რა კარჩე რა. მოკლედ, კაი დრო ვატარეთ, ძალიან გავერთეთ, მართლა ღირდა, ისეთი მაგარი იყო, რომ რავი, მე ძალიან აღფრთოვანებული ვარ და ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ წამოვედით, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით, რომ ესეთი საშნელი ამინდი გველოდებოდა წინ. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით, რომ წინ აი მსგავსი თავგადასავლები გვექნებოდა უამრავი, მაინც ავრდანობ წამოსვლას, მაინც ყველანი მე მგონი გავერთეთ და კმაყოფილები ვართ რაც აქ ვართ ჩამოსულები. Sheraz. To be honest, I really enjoyed. The last time I enjoyed riding bike was, I don't know, long time ago. All my ridings right now was just practicing, no joy rides. And this was joyride. I really enjoyed. So I think after a few months you will be again in Georgia. Maybe sooner. But not alone, with your friends, yeah? With your old friends. Of course. Now it's still very early morning. I feel that I'm still swollen a little bit. Like 8 years old, yeah? Yeah. But I feel younger, and I'm ready for today. Yeah, today we should go somewhere these places. We will see where we're gonna be. Yeah, where we can go. Less talky, more doey. Of course. Opa. So, მოკლედ მეც რავი მზად ვარ იდეაში. ერთი პრობლემა რაც შეგვიქნა იყო ეს რადიატორების პრობლემა. მე და სუხოს რადიატორები გაგვეჭედა, ისეთი ტალახი იყო. აი ხა ცოტა არ ვიცი როგორ ხნა, აი ოპერატორი მყავს ცოტა ისეთი ეხა სწავლობს რაღაცებს რა და მითითება ჭირდება ხოლმე ყველაფერს და ჯიგარო მოდი ერთ წამ რადიატორი შეახედე ხალხს აინტერესებს რაზე ვლაპარაკობ. როცა რაღაცას ვიტყვი ხოლმე მაგ დროს უნდა
ეგ არის რადიატორი. ხო, მოკლედ, რადიატორებზე შეგვიქმნა პრობლემა, იმდენად ტალახიანი და გაჭედილი იყო რადიატორები, რომ წყალმა აგვიწია მეც და სუხოსაც. ჰაიზე ვიარეთ, მაგრამ ვიარეთ რამდენიმე კილომეტრი, სულ რაღაც ალბათ 3-4 კილომეტრი. უბრალოდ ცირკულაციას ვეღარ ახდენდა წყალი, იმდენად დიდ ტემპერატურაზე მოუწია მუშაობა მოტოციკლს. მიუხედავად იმისა, რომ გარეთ ფაქტიურად მინუსი იყო გრადუსი, ისეთ ტალახებში ვბუქსაობდით და ადგილზე ვიდექით ფაქტიურად, რომ მოტოციკლი ვერ გრილდებოდა. მაგრამ საბოლოოდ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მოვაღწიეთ აქამდე. ღამის 12 საათზე უკვე როცა მივხვდით, რომ შენაქვეში ვეღარ ვინავდებოდით და ვეღარ ვახწევდით სასტუმროზე, მაგ დროს მოვძებნეთ რაღაცა მარიამა დაასერჩა და რაღაცა მოძებდა სასტუმრო და მოვედით და აღმოჩნდა ძალიან კომფორტული სასტუმრო, ძალიან კმაყოფილები ვართ, ძალიან ესეთ ლამაზ ხედზე ვართ, აქ შემოხიზნებულები. დღეს და ხვალ აქ დავრჩებით, შემოვიდით გარშემო ადგილებს, სასტუმროსაც დაგათვალიერებინებთ, აი მაგაზეც ოპერატორს უნდა უთხრა, აი მაგ დროს როცა სასტუმროს ვამბობ, ხოლმე შეატრიალე, რომ სასტუმრო გამოჩნდეს რა ლამაზი სასტუმრო არის რა. და როცა ვამბობ, რომ დაგათვალიერებინებთ, მეთქი მაგ დროს ოთახების კადრები უნდა შევასწავლო და კარგი, მოკლედ, კაი დრო გავატარეთ. კარგად გავერთეთ და დანარჩენი თავგადასავალი გველოდება დღეს წინ. ეხლა კიდე ვფიქრობ კიდე რაღაცები რა ვილაპარაკო, რომ გაიწელოს მაქსიმალურად ეს ლაპარაკი ხელები დაეღალოს და twin-ი დაეღალოს ოპერატორს. აი მორჩით რა მე ძალიან კარგ ხასიათზე ვარ. ვიცი რატო ჩავარდე ვაფშე იდეაში ჩავარდე 2 წუთით ეგ კამერას წუკის თხოვე 2 წუთი ჩამირთე მეთქი რომ აი რას ვაკეთებთ ვაფშე რეალურად რომ ამოვედით აი ნახეთ წუკი ნახე მართლა აი ესეთ ტალახიანი იყო ეს არის მუხრუჭი და ესეთ ტალახიანი იყო რადიატორიც რა. აქ ამ სასტუმროში კარგმა კაცმა ამ სასტუმროს მფლობელმა გვათხოვა ეს მინი კერხერი ესე ვთქვათ და ამითი ვრეცხავ ეხა მუხრუჭების სისტემასაც ვეღარ ვრეცხავ მუხრუჭების სისტემას, დაჟდა აკუმულატორი, იმედია გავრეცხავ მუხრუჭების სისტემას, მე რადიატორსაც და გავაგრძელებთ გზას ბედნიერად. იმედია სხვა აკუმულატორიც გვექნება. წავედით დანარჩენ კადრებს შემოგთავაზებთ უკვე აქაური შემოგარენი ადგილებიდან. კარგია. კაროჩე ეს არის კამერაა რა. ამით უნდა გადავიღოთ? ჩემო ძმაკაცმა ულომ ალბათ მეორე იცნობთ აგერ აი ესეთი სუპერ საჩუქარი გამიკეთა ამერიკიდან ჩამომიტანა ამერიკიდან საიდან ჩამოვიდა იტალიიდან ჩამოსულა და იტალიიდან ჩამომიტანა ესეთი ძალიან მაგარი DJI Osmo Action 6 რომელსაც გამოვიყენებთ ხოლმე აწი ჩვენს გადაღებებში ღამე გაცლებით უკეთესი კადრებიც გვექნება ხოლმე და მიკროფონიდაც წესით უკეთესი ხმა უნდა წამოვიდეს ხოლმე. მოდი მაგრამ გავხსნათ და ვნახოთ რა იქნება და როგორ აბა შიგნით მეც არ გამიხსნია DJI რაღაცები მაქვს, მაგრამ Osmo არასოდეს ამ მქონია DJI და Action 6 არის, ეს არის ბოლო ამ კამერის მაქსიმალური შესაძლებლობებით და ნახოთ რა გველოდება შიგნით. აგერ წუკიმ გააძო ჯოხი ინსტასი რა შენ ჯოხს ვაჭირს Okay. აბა. ხელა, აჰა. Okay. აი. გამარჯობა. აი, ჯოხი გვაქვს. აგერ მისი აღმატებულობა DJI Action 6 ძალიან საყვარელია, ძალიან ლამაზია და მე მგონი გადავალთ სრულად DJI-ზე. მოკლედ, სრული კომპლექტი გვაქვს DJI Action 6-ის, Osmo Action 6-ის და შეგვიძლია დღევანდელი გადაღებები უკვე დავიწყოთ აი ამ კამერით. ეხლა შევაერთებ, დავტენი. მადლობა კიდევ ერთხელ ოვოს ამისთვის და დავიწყოთ ნახოთ რა კადრები გველოდება დღევანდელი თუშეთში კატაობის დროს. წავედით. What? From this? Let's go!
ესე ავდივარ. დავიღალე. ეხა ვარ დამოსულები კესალოს ციხეზე, ბაიკებით ამოვედით, დღეს მთელი დღე წვიმს და ფაქტურად შუადღისით გამოვედით იმისთვის, რომ აქამდე მოგვეღწია და აი საოცრება სილამაზე არის ჩვენ გარშემო გადაშლილი, ისეთი ლამაზი არის აქაურობა, რომ მართლა ყველა ქართველმა უნდა ნახოს და უნდა ვიცოდეთ რა გვაქვს. ჩვენ გარდა კიდე სხვა უცხოელი ტურისტები არიან აქ და აი სახეზე ვატყობ, როგორი აღფრთოვანებულები არიან, წეგან შერაზი მეუბნებოდა რომ მოიცა. ხო, წეგან შერაზი მეუბნებოდა რომ აქამდე შვეიცარია მეგონა ყველაზე ლამაზი ქვეყანაა, მაგრამ ეხაო ვფიქრობ რომ ეგრე არ არის. აი იტალიაში ტურისტიც არ ყოფილა, წეგან ინგლისელმა ჩაიარა. ფრანგულია. მართლა. ხო, ფრანგი ყოფილა შემეშალა. ხო, მოკეთ ფრანგმა და ინგლისელმა ჩაიარა ტურისტებმა. მოკეთ, ხო, რავი, ნუ ფაქტია, მეც აღფრთოვანებული ვარ, ჩემ გარშემო ყველა მყოფი ადამიანი სახეზე ეტყობა როგორი ნასიამონები არის აქაური. რა გზა? გზაში რა ხდებოდა. ხო, ყვაყოფილები ვართ მარტივად რომ ვთქვათ, აქამდეც ნუ გზა იყო პროსტა არ არის, აი ისეთი ლამაზი არის აქაურობა, რომ მართლა ყველა ქართველმა უნდა იცოდეს რა გაგვაჩნია და რითი რა გვაქვს საამაყო ზოგადად რა. აქამდე ისე მოვედით რომ არც ერთხელ არ წავქცეულობთ, უბრალოდ მე არც ერთხელ არ წავქცეულობ, ბიჭები ყველანი 1-20 ჯერ დაეპერტყენ იმენა გვერდებზე, ხან მარცხნივ, ხან მარჯვნივ. აი მოტოციკლეტები დაღუნეს სულ იმენა რა. წუკით მაგრა წაიქცა მოტოციკლეტი გაღუნა შუაზე, სუხომ ვაფშე იმენა საჭე ესე უჭირავს საჭე დაღუნულია აქ. შერაზით მაგრა დაილეწა BMW აღარ ვარ გადასაგდებია და ერთი მე ვარ ისეთი რომელიც საერთოდ არ წაქცეულა არც ერთხელ რა. ხო, ეხა წავალთ უკანა გზაზეც და რავი, მე მგონი კარგი გზები გველოდება წინაც, აქაური ხედი მართლა ძალიან სასიამოვნო არის და მე მგონი წინაც უკეთესი, მინიმუმ ესეთი მაინც გველოდება, თუ უკეთესი არა. წავით გავაგრძელოთ გზა. ამოვაღწიეთ როგორც იქნა დართლობდა, მოკლედ გუშინდელი მთელი დღის აი სახე გამძვრალები დღეს დილიდან ველოდებოდით რომ ტანსაცმელი გაგვეშრო, იქნებ კარგი ამინდი ყოფილიყო, მაგრამ რა თქმა უნდა მთელი დღე წვიმდა ისევ, შუადღემდე ველოდეთ და ბოლო შუადღეს ისევ სველი ტანსაცმელი ჩავიცით და გამოვედით ისევ საკატავად, შემოვიკატავეთ რამდენიმე ხეობა. რავი, ნუ ბაიკები იდეალურ მდგომარეობაშია, ჯერჯერობით არაფერი პრობლემა არ შექმნია. ერთადერთი მე და სუხოს ქონდა პრობლემა, წყალი ძალიან აიწია ჩვენ მოტოციკლებზე, იმიტომ რომ ვერ მოხერხდა გაგრლება, ტალახმა ამოავსო მთლიანად რადიატორები რა და დილით ჩამოვრეცხე რადიატორები და მას მერე ჩვეულებრივად დავდივართ, შემოვიკატავეთ ყველაფერი. დართლოში ვართ, როგორც გითხარით, აი ამ ულამაზესი ფონის
შემდეგ უკვე წავალთ სახლისკენ, სასტუმროსკენ, რომელიც არის დაახლოებით 8 კილომეტრი აქედან, აი ამ ადგილიდან, თუმცა გვჭირდება 2 საათი აქედან, აი ამ ლოკაციიდან ჩვენ სახლამდე. იმედია დღეს ღამე კარგად გამოვიძინოთ და დავისვენოთ, იმისთვის რომ ხვალ უკან უკვე თბილისისკენ წამოვიდეთ. წინ ძალიან დიდი გზა გველოდება ხვალაც, ასე რომ მგონია რომ კარგად გავერთობით და ვისიამოვნებთ, რაც თორე ყველაფერმა იდეალურად ჩაიარეთ დღევანდელამდე და ხვალაც იმედია იგივე იქნება. მოკლედ, შევხვდებით ხვალ უკვე მესამე დღეს თუშეთიდან. ესე იგი მესამე დღეა უკვე თუშეთში ვართ და შემოვიარეთ რაც კი რამე შეგვეძლო რომ გვენახა. დღეს არის პირველი დღე, როდესაც აი ესეთი ამინდი არის. სულ წვიმებში მოგვიწია სიარული აქ ამოსვლის დროსაც, აქაური ხეობები რაც შემოვიარეთ, მაგ დროსაც სულ წვიმებში ვიარეთ. მაგრამ თავი არის ის, რომ ბაიკერმა გაქაჩა, ჩვენც გავქაჩეთ, არაფერი არ მოგვსვლია, სერიოზული ინციდენტი. გვერდზე გადაყირავებები იყო რამდენიმე, ისიც მე არც ერთხელ არ წავქცეულვარ, აგერ ბიჭები წაიქცნენ ყველანი, ერთი 20 ჯერ წაიქცნენ დაეპერტყენ გვერდებზე. მე საერთოდ არაფერი არ მომსვლია აბსოლუტურად რა. ბაიკები უბრალოდ ჩვენ მე და სუხოს გვაქვს პრობლემები რადიატორებზე. იმდენად ტალახიანი არის რომ ვეღარ გრილდება მოტოციკლები და ამიტომაც მიწევს ახლა გარეთ სხვა კერხერით, იმიტომ რომ წინ ისევ წვიმიანი, ტალახიანი და უამრავი ხიფათით სავსე გზა გველოდება უკან, სანამ თელავამდე ჩავახწევთ. დღეს მივდივართ თუშეთიდან თელავისკენ უკვე დავიძრებით და მე მგონი ყველანი ძალიან ასიამოვნები ვართ, სასტუმროთიც, ლოკაციებითაც, ნუ ამინდით ერთი შეიძლება ვთქვა რომ ამინდმა ცოტა გატეხა, მაგრამ რაღაც პონჩი მაგანაც გაასწორა, იმიტომ რომ ნუ წვიმაში ნახეთ ისეთი ლოკაციების, რასაც ნუ მშალამიჩი კიდე უეჭველი ვიცი რომ დავუბრუნდებით აქ და მშალამიჩი კიდე უფრო მეტად ეფექტური იქნება მაგ ლოკაციების ნახვა თავიდან. ყოფილი ვარ, ბედნიერი ვარ, აქ მოგზაურობით, დანარჩენს უკვე როცა ჩავალთ, ჩავახწევთ ბოლომდე და უკვე დავაფინიშებთ, სახლში მივალთ. მერე ჩავწერ უკვე ყველაფერს რა მოხდა, როგორ მოხდა, რა გადაგხვდა თავს და ასე შემდეგ. ეხლა გავაგრძელებ ამას, აი ამ პროცესს, აი ესე კერხერი თუ რეცხავ რადიატორებს იმისთვის რომ წავიდეთ, წინ გვაქვს 80 კილომეტრი გასავლელი, სანამ ქალაქამდე ჩავალთ, ოღონდ ამ 80 კილომეტრს დაახლოებით 10-12 საათი უნდა მოვანდომოთ. ამიტომ ფაქტიურად ვემზადებით წასასვლელად, ავადროებით. Up. Whoa, Samu! Yeah! There you go.
დაგეთ. მოკლედ რაღაც ჩეპე გაეჩითა მანქანას და აი ლადო მიიჩქარის მანქანისკენ. მიდი ლადო. აუ გალა არა მაქვს, წავდატებინე რა. კარჩე 1:40 წუთი ველოდეთ. მე ამოვედით ზემოთ, მივხვდით რომ რაღაცა პრობლემა ექნებოდათ ამათ, ამოვედით და დაგხვდა რა თქმა უნდა გაჭრილი საბურავი როგორც ყოველთვის. კიდე კაი, დამატებით სათარგო საბურავები წამოღებული მაქვს 2 ცალი. უბრალოდ ზუკაიჯი და საჭისთან და ეგ იყო პრობლემა, მაგრამ არა უშავს, მაგასაც გავართვეთ თავს და მოვაგვარეთ მაგ. Yeah, of course. But გავართვეთ ამასაც თავს, ეხა საბურავს ბიჭები გამოცვლიან, უბრალოდ ცდილობენ რომ გამოცვალონ და ახლობით 1 საათზე მეტია ოდნავ რომ ცდილობენ რომ გამოცვალონ საბურავი და არა უშავს, ვაცადოთ, ჯერ პატარები არიან გაიზრდებიან. გადაიღე რა, რითი გამომიშვა რა, საბურავოდი გადაიღე. ვიცი გამოგიშვა თუ იცოდი მაგას ფაქტორი იყო. კაი, ოკეი, საბურავს გამოცვლით, ეხლა რა თქმა უნდა ამის გარშე არ შეიძლება და მაგრამ პლუსი რა არის, იცი? წინა წამოსვლასთან შედარებით ჩვენ დაახლოებით 3 კილომეტრით მეტი გავიარეთ ისე რომ საბურავი არ გაგვიხეთქია. ამიტომაც ჯერ ყველაფერი წინ გვაქვს, მთელი თავგადასავლები ეხა გველოდება. წამო ეხა ამათ ყველა ველოდებით 1-3 საათია ჩალიჩობეთ, არაფერს არ შვებია და გამოვაქეთ ეხეთ, გამოცვლ საბურავს უცებ. მოკლედ გამოცვალდით საბურავი, სათადარიგო დავაყენეთ უკვე მანქანაზე. ფაქტიურად მზად ვართ იმისთვის რომ გავაგრძელოთ გზა, თუმცა წინ ძალიან ბევრი კილომეტრი გვაქვს გასავლელი თელავამდე და შესაბამისად უამრავი რამ შეიძლება მოხდეს კიდევ ერთხელ. ყველაფრისთვის მზად ვართ. უბრალოდ დრო იკარგება და ნელ-ნელა ღამდება უკვე, მაგრამ რაც თავარია, ნელ-ნელა დაბლა ჩამოვდივართ და უკვე ფაქტიურად მალე ვიქნებით სამშვიდობოს. ბევრი რამე გავაფუჭეთ ამ მოგზაურობის დროსაც, თუმცა რაც თავარია, ხასიათი კარგი გვაქვს. ვუძლებთ ზუკას ყველანი და შესაბამისად მზად ვართ იმისთვის რომ გავაგრძელოთ გზა თელავამდე. წავედით. I don't speak Russian, but that's пиздец. Somehow everyone just got their wire back. So from 10, how much? 3. მოკლედ როგორც იქნა ჩამოვაღწიეთ თბილისში, ეხლა მოგესალმებით თბილისიდან. უკვე ძალა გამოცდილები და ეს სახე გამძვრალები. თუშეთიდან ჯერ ხო ნუ თელავში ჩავედით, ჩაუბარგდით, გადავლაგდით, გადმოვლაგდით.
წავედი მე ქუთაისში, წავიყვანეთ შერაზი მედაწუკემ, დავტოვეთ აეროპორტში, გაფრინდა, მაგ კადრებსაც ალბათ ნახავდით, სავარაუდოდ უკვე ძალიან კმაყოფილი არის შერაზი, ჩვენ თვითონაც ძალიან კმაყოფილები ვართ და აღფრთოვანებულები და მიუხედავად იმისა, რომ მეორეჯერ ვიყავი თუშეთში, მე პირადად ეგეთი შეგრძნება მაქვს, რომ ყველა მეტრი თავიდან ნახე, ყველა მეტრი თავიდან შევგრძენი და მგონია, რომ 10 ჯერ ვავიდი, 10-ვეჯერ ერთ და იგივე ბედნიერი და კმაყოფილი ვიქნები ერთ და იგივენაირად. მოკლედ კარგი ტრიპი გამოგვივიდა, საინტერესო იყო, რაც თავარია ყველაფერმა მშვიდობით ჩაიარა, რა თქმა უნდა იყო გადაყირავებები, მოტოციკლები გადაგვიყირავდა, ნუ შეხედეთ რას გავს, რა მდგომარეობაშია მოტოციკლები, აგერ შეგიძლიათ დაათვალიეროთ, მაგრამ ნუ ფაქტია რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ერთი შემთხვევა რაც მოგვივიდა, მე და სუხოს მოგვივიდა ეგეთი შემთხვევა რომ ჩემი წინა საკისარი ჩაიშალა მოტოციკლზე და სუხოს უკანა საკისარი ჩაიშალა მოტოციკლზე. იმიტომ რომ ზოგადად ეს ბაიკები არ არის მაგაზე გათვლილი და ნუ რა მოუწია რა, მოკლედ მარტივად რომ ვთქვათ, საკისრების გარდა დანარჩენი ყველაფერი უპრობლემოდ ყველაფერმა ჩაიარა უპრობლემოდ და ჩამოვაღწიეთ ჩვეულებრივად ჩვენივე სულით ჩამოვედით თბილისში. მოკლედ თუშეთის ტური დასრულდა, ბედნიერები ვართ, კმაყოფილები ვართ და დამუხტულები ვართ ენთუზიაზმით და იმ ხიარულებით, რაც ერთად გავატარეთ და ეხა უკვე ნანულა გადავეწყობი, ერთი დღე მინდა იმისთვის რომ დავისვენო და დაულაგდე და აზრზე მოვიდე რა ხდება საერთოდ და ამის მერე უკვე დავიწყებთ ახალ ტურზე ფიქს, როგორც იცით, საქართველოს ტური უკვე ფაქტურად დაწყებული არის, შემიძლია ვთქვა და 6 სხვადასხვა კუთხეს შემოული აი ამ მოტოციკლით, იმიტომ რომ მინდა რომ ამ მოტოციკლს ნანახი ყავდეს არა მარტო მთელი ევროპა, არამედ საქართველოს ყველა კუთხე და შესაბამისად ჩემი კატია წავა და იმოგზაურებს მთელი საქართველოს მასშტაბით. ასე რომ დავალდოთ, რა ვიცი, ბევრი თავგადასავალი გველოდება, წინ კიდევ 5 კუთხე გვაქვს შემოსავლელი საქართველოში. შეგიძლიათ უბრალოდ გამოგვიწეროთ, ეგ იქნება ჩვენთვის სტიმული და იმოგზაუროთ ჩვენთან ერთად მთელი საქართველოს მასშტაბით. მოკლედ, დღევანდელი ვიდეო შემიძლია დასასრულად გამოვაცხადო, დავიმუხტებით ახლა ახალი ენერგიებით და უკვე დავიწყებთ მომზადებას ახალი ტურისთვის. შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში. აბადროებით.